ჩვენ თუ გვაქვს TV პირველის სიუჟეტი, რომ შუქუთში რუსები აშენებენ კოსმოდრომს. ეგ არის ძალიან მაგარი. გვაქვს ეს სიუჟეტი? ნახეთ, ნუ ესე იწყება, შემდეგ გაგრძელებას აზრი არ აქვს. მეგობრებო, დავიწყოთ ამით, ესე იგი. ორი და აშენებს კოსმოდრომს. ნახევარ და პლუს ამას მე რა თუნდაც ამის აშენებს. არც მეც და არც აქ ნაკლებს ინფორმაცია რომ გაიტანონ. ამის შემდეგ უკვე როცა ჩვენ ავიგდეთ ქართველმა ერმა მასხა დაიგდო ნოდარამელაძე, ნოდარამელაძემ დაწერა ფეიქ კოსმოდრომი, მერე დაიწყეს რომ რაღაც მსგავსი სისულელეები თქვეს და სამხედრო ბაზას ხო არ აშენებენ? რომ მარტივად ჯარი და ვიდეო არის. კოსმოდრომი არის, იცი რა არის ქართველებს ხო ისტორიულად კოსმოსის ათვისება ჩვენი მთავარი ის არის რა. გურულები არ დაგვავითეს. ხო, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია რა, კოსმოსის ათვისება. ჯერ კიდე ვინო და კოსმოსი. აი აქედან შეგვიძლია კოსმოსი ხო რა. მეგობრებო, მოდი გავუშვით წერდით. აი ნახეთ, უყურე რა მოხდა? გავუშვით. რადგან კოსმოდრომის მშენებლობის უკან და სადმიდის ეგრეთ წოდებული რუსულ ტოლვილების კოსმიური ამბიციები, სწორედ ეს კითხვები გააჩინა აი ფაქტის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად კოლხიდას მშენებლობის უკან გაცილებით უფრო სერიოზული სქემა. აი ეს არის კოსმოდრომი. აუ, გითხარი, გაცილებს რომ სერიოზული სქემა უეჭველი სამხედრო ბაზა. კოსმოდრომი ხო იცით რასაც ნიშნავს? კოსმოდრომი მე ვიცი თუ შეიძლება კოსმოდრომი სოფლიოში არის 6. 2 არის რუსეთში, 1 არის ყაზახეთში, 1 არის ევროპის კოსმოდრომი კუნძულზე და ამერიკაში არის კანავერალის კონცხზე კოსმოდრომი. ჩინელებსაც აქვს ერთი კოსმოდრომი. და აქ არის ეს არის ყველაზე მასშტაბური. ეს არის ყველაზე მასშტაბური, აი მარტო ის ვანახოთ. გაუშვით. ახე გრანდიოზული. ეს არის გრანდიოზული. აი გრანდიოზული. როგორც ირკვევა რუსი ეგრეთ წოდებული ლტოლვილები, რომლებმაც ადგილობრივებს გურიაში თავად გააცნეს სპეცსამსახურებთან, რუსულ სპეცსამსახურებთან. აი ეს არის კოსმოდრომის ზედა. და რატო არა? სხვა შორის ამ კოსმოდრომით შეცდომას შეიყვა ვიღაცა იტყვის აი ეს კოსმოდრომი ხო არ იქნებაო და ამ დროს ხო, მოკლედ მე რას დაამსგავსეთ თუნდაც ფეიქ მედია. თქვენი ფეიქ მედია, ესეთი შესანიშნავი TV პირველი ფეიქ მედია იყავით ესეთი კარგი რამოდენიმე წლის წინ. სულ გააბანზეთ. ეს ფეიქ მედია არ არის, მეგობრებო, ეს არის საგიჟეთი უბრალოდ რა. მე მგონია როგორ კარგად იტყუებოდა. რუსები ხო აშენებენ კოსმოდრომს. რუსები. 2 და კოსმოდრომს. 2 და და იკვეთება KGB-ს ხელის. მაგრამ აქ ყველაზე მაგარი არის კოსმოდრომი რო პრიკრიციაა. იმის იქით რამხელა რამე უნდა იყოს რა. ატომური ქარხანა. ან რადიოტელესკოპების მთელი სივრცე, რა ვიცი, ჩორტი 20. ან წყალბადის რეაქტორი. მარსის კოლონიზაციის გეგმა ხდება აქედან. და მასკმა არა, მართლა აქედან ხდება. აქ არის თავარი საველე სამუშაოები იწყება აქედან, რა. პრაქტიკული. მე მინდა თბილისში მოხდა ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურო, წუხარება გამოთქვა, რაც მოხდა და ყველაფერი გაირკვევა, გადავრჩით დიდ ცხვრებს, ერთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა ვთქვა. ერთი რაც ეს სისხლისმცემელი დედა აფეთქებული ბოროტი ქალი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ვიღაცა იდიოტმა დაწერა რომ 30 ადამიანია მკვდარი და დააშიარა ბიჭო. რა თქმა უნდა ის სვეპლით საშინელებაა რაც მოხდა. ხდება ხოლმე და ყველაფერს თავის მიეხედება და გამოიძიება, მაგრამ 30 კაცი მოკვდაო და გააზიარა. ანუ ხდები ტიპს აი არანაირი ტორმუზი არ აქვს, ისეთი ავია, უბრალოდ ავი დედაბერი რა. საშინელებაა. რა ესეთი ოპოზიცია ყავს და ესეთი ვირიშვილები არიან ოპოზიციაში. ნუ გია ბუღაძე გიწერია პირველი და გაუშვეთ. ხიჭურა დავაშავე. პაატა ბურჭოვაძესთან. პაატა ბურჭოვაძე ერთი მომენტია და აქ არის კიდე მეორე მოძრაობა ფრიმიშა ქვია. და აი მასთანაც ხო, თუმცა რაღაც კვეთა რო გაქვს რეგიონებში, რა თქმა უნდა და აი ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო განწყობა რა არის, რა თქმა უნდა, ყველა იმედით არის, სხვა ჩვენ შემოგვყურებენ და აღმოჩნდა რომ ჩვენ შემოგვყურებთ მათ იმედით, იმიტომ რომ რეალურად თუ ერთმანეთთან კოორდინაცია არ მოხდა და არ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხება, ხო? ამ შემთხვევაში ქალაქს, ამ შემთხვევაში თუნდაც ინტელექტუალურად თქვა ინდუსტრიულ ცენტრებს და დედაქალაქს და დიდ ქალაქებსა და თქვა აი სოფელთა მასშტაბებს შორის, ასე სოციალური სხეულის აი რაც ახლა თქვიო რუსეთთან უარყოფითი კონოტაციით, ხო? თუ არ მოხდა მათი ძლიერი გამსჭვალა, ხო? ფაქტობრივად ჩვენ ამას ვერ შეძლებ. ხო. შემზარა. მე რაც ვნახე იმას შემზარა. შემზარა, აუ რა кай კაცი. შემზარა. кай კაცი იყო რა. მაგრამ მე რა მინდა ეს ფრიმიშა ორგანიზაცია ამისი ყოფილა?
ესაა დირექტორი ფრიმიშასი. როგორ შეიძლება ეს? ალა ბურჭულაძეს და ჩვენ ფრიმიშასო გვაქო ყვეთაო და ჩვენ ფრიმიშასო. ჩვენ ფრიმიშას. შეიძლება ერთ-ერთი ხუცესი წევრია. ფრიმიშას ხუცეს და საპატიო დირექტორი. საპატიო თავმჯდომარე ან დირექტორი, რავი, ჩორტი უზნე. კი ბატონო, ლევანა სანიკიძე გავშვით. ულბოზი. პატარა. ახლა ბროდიში მომთხოვია თითქმის 20 წელია გასული და ახლაც იმას უძიებენ. და ქართული ოცნებისგან მე არაფერი არ ვაკადრია, მე ქართული ოცნების გამოსაძიებელი. ბავშვი რო ლექს ყვება, ხო იცი? მე მგონი რა ლექს. არა, იმენა ლექსია რა, ბავშვი პიჯაკით და პერანგი რო შეკრული აქვს და კაი. მე პატარა ქართველი. არ გაინტერესებს ჩინარის უკვე ამ ვიდეო. მე პატარა ქართველი ვარ. მეგობრებო, ეს არის ძალიან ცნობილი გამონათქმა, ერთ-ერთმა შოუ-ბიზნესის ვარსკვლავმა გოგონამ თქვა, ამ ვიდით რამდენს ბედავს, ხო? აი ამ ვიდით რომ რამდენს ბედავს, უკვე არ უნდა განვიხილოთ რას ბედავს. არა ბასტო ვიდი უნდა განვიხილოთ, ხო? კი ბატონო. არა, ძალიან მე კაი. რა მაინტერესებს, ანუ 7 ნოემბერი იყო პრორუსული აქციაო, ხო? შინაარსის რო გამომახვილეთ. ანუ პრორუსული აქცია ეს მიშა ხო იძახდა ამას. ხო და ანუ პატარა გულბოზი მამამისი ხო იღებდა? მამამის ვიყავიო და ამბობს არა იყო. ანუ 7 ნოემბერი იყო პრორუსული მამამისი იყო პრორუსი. შეცდომაში შეყვანილი, რომელიც მერე მოექცა. ისია კოსოვო. არა, მერე მოექცა. როდის მერე? მერე. მერე როდის? შეინანა წოდვები და გადმოვიდა სწორ მხარეს. ხო, რა თქმა უნდა, გადმოვიდა სწორ მხარეს და არასდროს არაა გვიან, ხო? პატროშანი. ისია კოსოვო. უარყო. უარყო შეერთო. უარყო, არა, შეერთო უღმერთოთა თუ როგორ არის? ხო, დაახლოებით ესე არის. კაი, გია ბარამიძე. პრინცესა. ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვარ და თქვენს არ უნდა იყოს წესით, ასე ვთქვათ, ნეიტრალური რაღაცა ჟურნალისტი ჩვეულებრივ სიტუაციაში. რეჟიმის პირობებში ცხოვრობ. აი გავაჩეროთ მეგობრებო, TV პირველს სრულად უსამართლოდ, სრულად არასწორად ეუბნება რომ თქვენ არ უნდა იყოთ ნეიტრალურ მდგომარეობაში. ეს ვერ არის მე მგონი. TV პირველი რომელიც არის სისხლის მსმელები, და გადატრიალების ერთ-ერთი მომწყობი და ჩვეულებრივ ნოდარ მელაძე აკეთებდა სიუჟეტებს, სადაც პოლიციელმა შეჭამა ბავშვი და გადააგდო ნაგავს აღრაცხა. მეტი კი არა და რაც დარჩა. უტრირება და ის კი არ არის რაღაცა ჰიპერბოლა და რა. აი იმენა ჩვეულებრივად ესე იგი ნოდარ მელაძე და მთელი TV პირველი იყვნენ ის შემოქმედებითი გუნდი, რომლებიც აი შემოქმედებითი ძაღლავაღლა მოგია. კი, მაშინ არაკრეატიული ანტიკრეატიული გუნდი, რომელიც ისე ასაფორტებდა, ისე მხარს უჭერდა ამ აქციებს, ჯერ კიდე მარტიდან მოყოლებული და პირდაპირ მოუწოდებდნენ, რომ არ გამოვიდნენ ტელევიზორში. ესენი არიან, ვინც ლაზარე გააღმერთა და თვითონ გახსოვს აქციები რო ჩაატარეს. ამის მოლოტოვის ხანდაკება დადგეს. უდიაში არ შევალთო, ის რო იდა. კი, კაცო, რევოლუციას ვახდენ. ჩვენ აქ არ შევალთო, გავიდნენ. და ეს რიგოლია და ასე. ბატონო. კაი, ხუხაშვილი, აბა ვნახოთ. ეს არის ზუსტად ის დღე, ის პიკი, როდესაც საზოგადოების მობილიზაციამ შეიძლება მოგვცეს შედეგი. თან ხელისუფლება ვერც იმას იტყვის, რომ გადატრიალებას მიწყობენ რა. შეკაი ადამიანო, ხმებს მპარავ, მე როგორ ძალაუფლების წყაროს, კონსტიტუციას არღვევ. და ჩემთან გა კიდე პრეტენზიები? თუ შეგვიძლია, თუ ამის რესურსიც არ აგვაქვს, მაშინ უბრალოდ ქუჩაში ეხა ბოიკოტით და პოზაში დადგომით საიდან მოვა ეს რესურსი? მე ვფიქრობ, რომ 4 ოქტომბერი ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ. გასაგებია. საყოველთაო წინა. ესე იგი, არჩევნების ალტერნატიული არჩევნები. საჭიროს გია ხუხაშვილი დღეს მეგონა, რომ იმ გადაცემიდან გვექნებოდა ამონარიტები ბაჩო ის ორ ჩლენ შორის თუ რას ეძახი? ორ ჩლენ შორის მან დეგდო? ჩლენს თუ სხვა რამე. ჩლენ. ორ ტიპ შორის რო არის რა და მაგას ფლიანად უყურე მაგ გადაცემას და ამბობდნენ რომ აი პოსტი ეს უზით შუაში. პოსტი ამოგჭრისო და შორის ძალიან ისეთ სასაცილო ინტერვიუ იყო. ჰა? რატო არ ამოვჭრეთ? ველოდებოდით დაჯი არ ამოვჭერეთ, ხედავ? ბორის შევახტეთ მე მაგათ. ბორის შევახტეთ მეგობრებო, ძალიან საინტერესო რამეს ამბობს. ბიჭიყო? ორჯერ როლი შლენი ეხა ბიჭიყო?
ეგ პოლიტიკოსები 7 წლის წინას და 10 წლის წინას ამ ხალხს ეუბნებოდნენ, რომ ხალხო ამარჩევნოს თუ წავაგებთ, ეხა იქნება აპოკალიფსი, დედა გვეტირება, ყველას გავიგზავნებთ, რუსეთში გელი-მგელიო იძახდნენ და ერთხელაც მართლა მოვიდა ეს მგელი და უკვე ეხა ძალიან რთული ადამიანებს დაარწმუნო, რომ მართლა ეს მგელი არის მოსული, ანუ სინამდვილეში ამას ვიმეორებით სულ ოპოზიციური სპექტრი, რომ აი ხა საშინელება მოხდება და მართლა როცა საშინელება ხდება, მაშინ შეიძლება ადამიანებმა უკვე აღარ დაგვიჯეროს. ხანდა შორის ბორის შელეყურვას ერთადერთი ტვირის ხვეული გაუმოძრავდა. ასე იყო კუტუბიჭი. ესენი ხო გამოვიდნენ. კუტუბიჭი და ეს განიცადეს პროგრესი. კი. ორივე ერთად. ბორის შელეყურვა. კუტაბიჭმა, კუტუამ არა, კუტაბიჭმა. კი ბატონო, ბორის შელეყურვაც მისდევს კვალდაკვალ და ინტელექტისა და ჭერმეტყველები და შორჩვეტელობის საოცრებებს ახდენს. და ამიტომ უნდა დავაფასო. კი ბატონო, პავლენიშვილი არ გაუშვათ გესწრებით, რომ მართლა რატო ყავს, ანუ ირაკლი პავლენიშვილი არ ჩაწყობილი აქვს მეგობრებო. კორუფციას აქ ადგილი. აი მაგალითად თამარ ჩერგოლეიშვილი, პაატა მანჯგალაძე, მეორე გვერდზე აქ ჩამოყალიბდა. გავიდა თამარ ჩერგოლეიშვილი. კაია. შვენიერი სია. ჩერგო. ამ შემთხვევაში მამუკა ხაზარაძე მყავს მხედველობაში, იმიტომ რომ დღეს ძალიან დიდ ზიანს გვაყენებს მამუკა ხაზარაძე და მისი ეგო, რომელსაც უნდა რომ აი ამ რაღაცა ოპოზიციურ ველზე პირველობა მოიპოვოს და ამის გამო მზად არის ევროპარლამენტის იგნორირება გააკეთოს, საქართველოს პრეზიდენტის ბოლო ლეგიტიმური ინსტიტუტის იგნორირება გააკეთოს, პროტესტის საზოგადოების იგნორირება გააკეთოს, საკუთარი ამორჩეულის თითქმის ნახევარის იგნორირება გააკეთოს, ოღონდ ამას მიაღწევს. ეს არის ძალიან ოლიგარქიული ზემოდან ქვემოთ პროცესი, იმას უნდა და მორჩა ფეხზე ოპოზიციაში პიროვნების მოპოვების мотиваციას ხედავთ მის გადაწყვეტილებაში. იმ თავიდან ამას ლაპარაკობ და ჩანს კიდეც ხო მთავარი ძალა იქ იქნება, ანუ მთავარი ბრძოლა იქ იქნება, სადაც მთავარი ბრძოლა, ხო არა მთავარი არხი, ნიშას, ანუ ამას არა ეს ვერ გავიგე. თამარაც ვეღარ არის მოწოდების სიმაღლე. მე ვერ გავიგე ცხელა უკვე ზოგადად. მე ვერ გავიგე პრეზიდენტის როლი ამ ყველაფერში. ანუ რატომ აქვს სალომე სამადაშვილის კარგად იყოს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის იმედი. ჯერ სალომე სამადაშვილის დატოვა. რომ ერთადერთი ლეგიტიმური რახან იმ დეგენერატებმა ჩაწერეს. მაკრონს ხო იმას შვება. რახან იმ დეგენერატებმა ჩაწერეს თავიანთ დეგენერატულ რას შვება? იმას. რა შვება? არ ყავს. მაკრონს არა მინოსეზია. რა თქვია? აუ რა ცუდი ბიჭი ხარ. აბა რა შვება მაშინ რა კონკრეტი? რა შვება რა? აი ხო ჩაყავს მაკრონს იქ და ხალხს ხო აყვირა. რამდენად ჩა? უნახეთ ახლა ეგ ვიდეო. რამდენად ჩაყავს? მე მგონი ერქონი აქვს. კაი. ვიდეო ჩავაგდე ერთი კაი პრიკოლი არის ეგ. პრიკოლი. მე გავიგე დღეს ალეკო ელისაშვილს რას ეძახიან, იცი? რას? აბა ჯოალეკოს. ალოკე ელისაშვილი. აუ ძალიან. ალოკის სპეციალისტი. ძალიან კაია. რა თქმა უნდა. ხო და გაუშვათ ალოკე ელისაშვილი. არა, რა მაგარი ჩააგდოთ, შეუძლებელია ეს არ გაუშვა. ეს არის სობილი მოაზროვნე ფორმულადან. ძალიან კლასია. უყურე გური. ერთხელ და სამუდამოდ გერმანიის ისტორიაში გერხარდ გაზპრომ შროდერებისა და ფროილაინ დედერონია მერკელების ეპოქა. ეს ეპოქა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩაბარდეს წარსულს. Опа, Америка, Европа, Индия, Китай, кого хочешь выбирай. მარა რიდადებული ეს მართლა ხდება? არა, რიდადებული. გაუშვი ხელა ხლა. არა, მართლა ხდება. არა, აი ხალხო. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი არც განათლება, არც ნიჭი, არაფერი, ეს კიდე უფრო გააჩარჯო და დააკომენტარო. ამის პაროდირება შეუძლებელი ერთად კიდე გაუშვი რა. ვაი, იმას უარესი ისტორიაში გერხარდ გაზპრომ შროდერებისა და ფროილაინ დედერონია მერკელების ეპოქა. ეს ეპოქა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩაბარდეს წარსულს. Опа, Америка, Европа, Индия, Китай, кого хочешь выбирай. Опа, Америка, Европа, თქვა რუსული აქცენტით. ეს უნდა იყოს ალბათ ყველაზე ძიმე ფსიქოტროპული წამლის რეკლამა, რომ რაღა რეკლამა აგრძალე. არა. ფსიქოტროპული აგრძალე იმაზე, რა ქვია, სხვა სარეკრეაციო თუ რაღაც სხვა მიზნებით მოხმარება, თორე ფსიქოტროპული ფსიქოაქტიური ნივთიერებები ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის. უიმე, ახალი ინფორმაცია. ეს უნდა იყოს მართლა, აი წამლის როგორი რეკლამა იცი, თუ გამოტოვებ კურს ან ჩააგდებ და გავიწოდება რომელიმე აბი
გაგემართება ეს რა. გავშვით თუ შეიძლება ესა. Pfizer-ს აი ლირიკა ან რამე რო. შეხედეთ რა კარგია. პოზიტივის ინფორმაციით ალოკე იქნება ერთობლივი კანდიდატი გახარია. ურასალოკავს. გავშვით აბა ალოკე. ალოკე მე რა. გავშვით. არა ბიჭო. დიდუმებიანი ცხარი მიდის მინდოში რა და მელია მიყვება once ეს მელია პატარაა და ძალიან მშიერია და ეს ცხარი დიდია და ფიქრობს რომ ეხა რო ვეცეო ვერ მოვერევიო და მაგრამ იმხელა დუმები აქო იმხელა დუმას მიათრევს რომ აუცილებლად მოძრებაო რა აი ყანყალებსო და ჩამოვარდნის პირას არისო და ამ დუმას მიყვება მოკლედ მიყვება და ეს მშიერი მელია შევა სოფელში სადაც სოფლის ძაღლები დაიჭერენ ამ შენ მელიას და დაბდუნიან და გაგლიჯავენ ასეთი რაღაცა არ მინდა რომ დაგვემართოს გესმის იმიტომ რომ ბოიკოტის უფრო მეტი შედეგი მინდა არ არის და რასაც უყურებ არანაირი შედეგზე ორიენტირებული პროცესი არ არის მოიცა რა ხდება ეპოქა მთავრდება გერტრ ის უფრო მაგარი იყო თუ ეს ამას უნდა მერობა ხო? ო. დიდ დუმებიანი რა სექსუალურად თქვა ისე ბიჭო. ზოოფილია თქვა. დიდ დუმები ნანდომება. ალოკე ნანდომება. ალოკე кайგის კაცი. ეს იმაში რო არის. ჩერეკლებში. ეს ერთი მათხოვარი ჩემი სიძე უნდა იყოს და მეორე მათხოვარი კიდე ძაღალიო. გასაგებია. კაი, გავუშვეთ აბა პატამანჯგალაძე. ძალიან ცუდია რომ სხვადასხვა პოზიციები გვაქვს ეს ვთქვათ და გათენდება 5 ოქტომბერი, 6 ოქტომბერი და ჩვენ ყველას ერთმანეთი დაგვჭირდება თაქსაქსულობა არის რეჟიმის ინტერესი კიდევ ერთხელ ვამბობ და აი რომ ნახავთ პროპაგანდა რო ჩაითვება გარდა ძალადობისა რაზე დგას პროპაგანდა დგას იმაზე რომ ხალხს ეუბნებიან დამატებით არგუმენტს როგორ შეიძლება ამ ხალხის ხელისუფლებაში მოყვანა როცა ერთმანეთთან ვერაფერზე ვერ თანხმდებიან და ჩვენ რა უნდა ვაჩვენოთ უნდა მივეხმაროთ პროპაგანდას და ვერტახმდებიან ეს უნდა ვაჩვენოთ თუ ჩვენ მიუხედავად წინააღმდეგობრივი პოზიციების და მაინც შეგვიძლია შეთანხმება რომელი უფრო დიდი არგუმენტი იქნება რა თქმა უნდა რომ მიუხედავად წინააღმდეგობრივი პოზიციების ესე იგი, წამენ მართლა ერთმანეთს დედასაგინებენ, დამჭკდარ ბანანებს ესვრიან და უარესებსაც. და იძახიან რომ ამას ნუაკეთებთ, თორემ პროპაგანდა გამოიყენებს. ჩვენ რომ გავჩუმდეთ, საერთოდ ხალხი რა ვერ ხედავს, რა ხდება მაგათთან. აი ხა ჩვენ რო გავუშვით ის აი თუნდაც. აი მაგაზე. ან ალეკო რო გავუშვით. ეგ რო გავუშვით, კომენტარი ხო არ გავუკეთებია. ალეკოზეც თითქმის არ გავუკეთებია. ხო, არაფერი. ოპა. ხო. მოდი არა ლევან ცუცკირიძე, კარგია? ვინა ლევან ცუცკირიძე? ცუცკო. ცუცკო, ჩვენი ცუცკო, გავუშვით შეიძლება. აი ნახე. თუ გადაიფიქრებენ, კარგია ერთი საერთო საქმისთვის და მეორე კარგია მათთვისაც. ჩემი ღრმარწმენით, მით უმეტეს ვასმარებთ ადამიანებზე, რომელთანაც ერთად ვიყავით ადრე კოალიციაში და პატივს ვცემთ, ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ გადაიფიქრებენ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ჩემი აზრით ორგანიზაციულად და პოლიტიკურად ძალიან დასუსტებულები გამოვლენ ამ პროცესში. გასაგებია იძახის ვიცი მონაწილეობას არჩევნებში. გედევან ფოფხაძე, რომელიც არის გმირთა გმირი და რომელიც სრობას არ აპირებს გავუშვით თუ შენ. იმ დღეს ნახე ეს ტყვიაზე ვარჯიშობდი. უკვე გაყალბებული არჩევნები აქვს და მათ ჭირდებათ ვიღაცა, ვისაც შეხედე ბაჭო გუთველასის იმას. იმენა გუთველასის. რეილიოტა ხო? არა. მე მართლა ეს არის ივანიშვილის რეილიოტას პერსონაჟზე კი არ ვამბობ, ჯოპეს პერსონაჟზე. ნახე. შეიძლება ტერმინები გამოვთოთ, რომლის ხდება ამ პროცესის ნაწილი. ის რო ებაზრება, რატო იცინიო? ჯოპეს. რა ქვია, ჯოპეს. How am I amuse you? ჯოპესში ხო. თან რა მაგარია ის ეს შენი ის არის არა ის რომელი ეპიზოდი მივასწრე ის კაზინოდან შენი ის არისო ფანქარიო არაფერი კაი ფანქარიაო და რო შეაგინებს და რო დაიწყებს ამ ტიპის მოკლავს რა თავის ფანქი მაგარი როჟა ეგეთი იყოს ნეტა ესა ბიჭო ვიზუალი მიამსგავსა ბაჭორს ამან დაიწყო ყვავილებიანი უნდა იყოს ამან ბლატნოი მოუდი გადართო არა გუთველაში პირიქით თეთრებია ეგ შერას ამბობ ის ესთეტიკა უფრო გვიანი და ლათინო ამერიკული ხო და მაიამი მართალი ხარ ირაკლი ტაბლიაშვილი როცა ბიძინა გოცა პირობითი 60 წლის შემდეგ როცა არც ჩემი ძვლები იქნება და არც ივანიშვილისა და იქ იმ სამყაროში მომეცემა შესაძლებლობა მას დავუსვა კითხვა რა გინდოდა დას გვერჩოდი ზუსტად ამ დროს საქართველოს ისევ აღდგება ისევ მოინდომებს ვაიმე გააჩერეთ შესაძ რატო არის დარწმუნებული რომ ეს და ბიძინა ივანიშვილი საიქიოში ერთად მოხდებიან ჩემი აზრით მაგალ წარმოდგენისას. მაგალ წარმოდგენისას. ეს საიქიოში მოხდება, იმიტომ რომ ეს შეიძლება საერთოდ ვერ მოხდეს საიქიოში, ხო იცი? გადამცდარ ადამიანებს არ საიქიოში კი მაგრამ
ხმის და ყველა რა ეს იქნება არცოდნაო. ბიჭო, ეს იქნება რომელი ჯოჯოხეთის წრეში, იცი? პირველ წრეში ვერ იქნება პლატონთან ერთად. აი, არცოდნააზეც არა, ამას იქნება რაცოდვა, იცი? კაკას ტყუილის წოდვა იქნება, ცილის წამი. ხო, მაგრამ არ იცოდა. არ შადიოდა. იქნება დამტეს ჯოჯოხეთის ერთ-ერთ წრეში. სადაც არ ვიცი, არ მახსოვს, კარგად უნდა გადავიკითხო. რა სასჯელი ელის. მაგრამ მე ვინა ვარ რომ მის ჯოჯოხეთზე ვლაპარაკობ. აქ არის ჯოჯოხეთში უკვე ეს ბიჭი. დაუგვიანეს წამალი კიდე რა. და არ შეიძლება მეგობრებო, ვინც მაგას ყურადღებას აქცევს, წამალი არ დაუგვიანო. აბა ის სამი ლურჯი უნდა მიცეთ. ორი ლურჯი ვაძლევთ და ერთს რო უჟმოტავთ, არ შეიძლება. ბუკა პეტრიაშვილი. ბუკა პეტრიაშვილი, კი ბატონო. ჩემი ცალფაზიანი ძმა. ერთი კი ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ევროპაშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ადგილობრივი არჩევნების შედეგები ვერ და ჩატარება ვერ გახდება რეჟიმის ლეგიტიმაციის საშუალება, იმიტომ რომ აქაც მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ამდენი პოლიტიკოსი არის ციხეში, საერთაშორისო დამკვირვებლები არ არიან დაშვებული, საარჩევნო კომისიის არ უნდა, არა. დამეძინა. გაეშვი და გიორგი სიორიძე. ეთყობა რო ცალია. არ ვიცი. გაუშვათ. ლელოშია და ნახოთ და მე თუ არ მოგეწონა აღარ გაუშვათ. ნახეთ რა. გიორგინო. სიორიძე. ვიბრძოლოთ, არ დავუთმოთ მათ. სადაც შესაძლებელია. ეს ნოდარ მელაძე აბრაზნივინა. ბარიერები, დავაშვებინოთ შეცდომები და დამატებითი აგური დავდოთ ამ დელეგიტიმაციის პროცესში, რათა მოვაახლოვოთ ჩვენი თავარი მიზანი, ახალი საპარლამენტო არჩევნები გაიზარდოს უფრო მეტი წნეხი ქართულ ოცნებაზე და მივახციოთ ჩვენ საბოლოო ამოწმებას. ეს არის იდეალური. აი ამ გეგმით უნდა, აი ეს მე მეშინოდა, გააჩერა თუ შეიძლება, მე მეშინოდა რომ აი ამ გეგმას დადებდნენ. ახლა კარგად ჩავ, ვაიმე მე გამართული გეგმა, აი შვეიცარიული საათივით აწყობილი გეგმა. უსაშინლესი მეშინი. მე ესეთი არ მინახავს. ესე იგი, ჯერ ლეგიტიმაცია მივანიჭოთ, იმიტომ რომ დელეგიტიმაცია მოვახდინოთ. მე უფრო კარგად და დავაშვებინოთ შეცდომები. ერთი ნაბიჯი უკან, ორი წინ. ტიპები ესე იგი დავაშვებინოთ შეცდომები. ძალიან ეს ლენინისებურია. ჰა? ლენინისებურია. ერთი ორი ნაბიჯი წინ, ერთი უკან. თუ როგორ იყო, ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან. ერთი უკან, ორი წინ. ორი წინ. აი ეს გენიალურია რა. ძალიან მაგარი. აი ეს კაცი გვჭირდებოდა. მეგობრებო, ამის გამონათქვამები მოინიშნეს სპეციალურად და ყოველდღე გავუშვათ. ეს არის ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ დელეგიტიმაცია მოვახდინოთ. ხედავ? ბინარული ოპოზიციები შემოიყვანა პოლიტიკაში ძალიან. ეს ყოფილა გენიოსი. კი. მართლა, საღო. ესე იგი თეზისი, ანტითეზისი და მერე ვაფშე სინთეზზე გავიდა. საღო. ჰეგელი არა გვაქვს დღეს? ჰეგელი არის, ხო? ნაღდი ჰეგელი. არ იყო ნაღდი ჰეგელი, თორე ის ვით იყო? აბა რა. ის ჰეგელი. ის ამას ბაძავდა. თეზისი და ანტითეზისი მოიყვანა. ჰეგელი მონის ის ამას ბაძავდა. სხვათა შორის ბოლო რამდენიმე ჰეგელი არ ჩას მეგობრებო, ეხა მითხეს და მე უკვე ნერვიულობ. ხო არ ისვენებს. ფლოსტებში ხო არა აქ თითები გაჭობილი და სადმე ხო არა დინარეზე, საზამთროს ჭრის. არა, საზამთროს. ამას როგორ საზამთროს ვერ გაჭრის. როგორ დაისვენებს შენი აზრით ჰეგელი? იმაშია, შკაფში არის ესე ჩაჩუტული, დაშადაუნებული. დაახლოებით. აი რა სად შეიძლება ჰეგელმა გეგელია მანუ მეგობრებო დაისვენოს კარგად. თაში? არა, ზღვაზე წავა. თაში, ამეს სალოცავთან კარგ კათხალუდით და დიდი ბეჭით. ზღვაზე. სიმინდი და ბროსვაზე. ხო, არ შედის ზღვაზე. ზღვაზე არ შედის ქოლგის ქვეშ ჩაცმული დამცავებით, იმიტომ რომ ისეთი პიტკინა ტიპია და ეგრევე იწვება, ვერაფერს ვერ უძლებს და ნუ ეხა შეერას თქვი რომ ეხა იმას საზამთროს ჭრისო, მაგას ცოტა მოხერხება უნდა. სიმის ხარშავს ეგეთი. მოხარშულ სიმის. არა ბიჭო, ქვას ვერ ისვრის ზღვაში. აცილებს ხო? არა, იმენა ვერაცურებს. ხო, პიტეკანთროპისად დაისვენებს. პიტეკანთროპი ყველგან ისვენებს, მაგისტვის ვაფშე დასვენება. კი, ძალიან ბედნიერია. იმასთან შედარებით როგორ უჭირდა და კი. ტყეში როგორ უწევდა საერთო საბადებლის მოპოვება, შემგროვებლობის იქნება დაბალ ორგანიზებული მატერიაა და ტყეშიც არ გამოირჩეოდა უნარებით და სუნ და ვერ მიწას ვერ თუ 20 წასული მისი თანამორბედები
ჯგუფურად ნადირობდნენ. და გლები მაგალითად თვითონ მარტო ნადირობდა, ხშირად ხელმოსარული რჩება. იტო ყველას ეშინია მაგის. აღარც ეშინია. გამოიკიდება ცოტა გაიქცევია და ეს ყოველთვის გელი ძალიან ინტელექტუალი ცხოველია და ამას სანადირო ინტელექტი აქვს ძალიან დაბალი და არც ფიზიკური მონაცემები აქვს ძლიერი. ხაზარაძე და ბადრი სად ისვენებენ და ბელია ეგ ვიცი. ფხუკ და მომესმინე ხაბეშუს სანანახი აქვს თქვენი ასე კი სანანახი ესე დრო ეგ არა ნახი აკვა ვერაღი ვიდეო მაგანახი ახე კი არა იხედა დავარდა რომ დაარტყეს მაგრამ ცაროა კოსმოსით დაინტერესდა კოსმოდრომში ეგეც არის გასწავლილი უნდა გაუშვან როგორც კოსმოსურ ორბიტაზე უნდა გაუშვან რაღაცა რო ჩვენ თავი დაგვანებონ აქ არაფერი საინტერესო არ ხდებაო თუ ყველანი ესეთები ვარ გალაქტიკას მიღმა უნდა გაუშვან რომ უცხოპლანეტელი დამკვლელები შეეშინდეთ ან ჩათვალო რომ ვაი ამათ პატრონს კი აღარ გავეკარო მონიშნონ ტერიტორია ამათ აღარ გავეკარო საიუზის დროს ჩუჯოი რო იყო ეგეთი ხო პიონერი დროს პირველი წავიდა ძაღლი ლაიკა კი ბატონო სპუტნიკი ძაღლი ცოდოა გაუშვათ ხაბე ძალიან ჭკვიანი ხაბე ხო და მაგას გან ძაღლი ცოდოა და გაუშვათ ხაბეს ხაბე იმენა როჟა კი ბატონო და გამოცადო ირაკლი კუპრაძე გაუშვათ და დავასრულოთ და ოპა 66% აქვს მხარდაჭერა 4 სუბიექტს 4 კოალიციურ სუბიექტს 25% აქვს მხარდაჭერა ქართულ ოცნებას ამ სხვაობის პირველია კი აყალბებენ კი საშინლად იქცევიან კი ესენი რუსული რეჟიმი არიან ბოროტის ქმედებებით არიან გამორჩეულები მაგრამ ამ ვითარებაში ამ სხვაობის ამოგდება ქართულ ოცნებას ძალიან გაუჭირდებოდა ჩვენ რომ ერთიანობაზე შევთანხმებულიყავით ეს ერთიანობა უნდა ყოფილიყო არ გამოვიდა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთიანობა ჩვენ ვეცდებით რომ მათ ამორჩეულთან გამოგვივიდეს ერთობა ჩვენ უბრალოდ ვერთო ჩვენი ურთიერთობა მეგობრებო რა გითხრათ საბოლოო სერიოზულია მეთქვა ამანაც ხო მეგობრებო 64% გვაქვს ჩვენო ხო რაღაცა დღეს მაინც ისეთი დღე არის გუშინ კოსმოდრომის ამბავი გაირკვა და ეგ დასხივებაც მოქმედებს საქართველოს ერთმანეთი გურული მე გულშემატკივრობ ჩემს გურიას სხვაგან არსად არ აშენდებოდა კოსმოდრომი თუ არა გურიაში იმიტომ რომ კოსმოსური ხალხი ვართ გურულები მაგრამ ძალიან სამწუხარო ამაზე ტევე პირველი და ნონდა რამელაძე გვეუბნება და რუსები რო გვიშენებენ კიდე დები ესე ძალიან სამწუხაროა მან სასწაულს რო ხაბე იქნება პირველი პასაჟი ხო ნახოთ გურიას ეს უშველის ბიჭო კოსმოდრომიო მაგრამ ყველაზე მაგარი რა თქვეს ცი კოსმოდრომი პრიკრიტი არისო ამაზე უფრო დიდი ამბავი იმალებაო და კოსმოდრომზე დიდი ამბავი 6-ია მართლა მსოფლიოში მეტი არ არის მართლა 6-ია ატომური ქარხანა ხო ატომური რეაქტორი მაგაზე სიუჟეტი უნდა გააკეთოს კაგრას მაგან ოპა კი ბატონო აბლიაშვილი კი აი იქ იქნება ყველაზე მაგარი ყველა დროის ყველაზე მაგარი შენ გეპარება მიშას რო იყოს ის გურულების დაჭერილები იქნებოდნენ ახლა უნდა მთელი გურია კოსმოდრომის ტიპები ყველანი ეგრეთ წოდებული კოსმოდრომის ტიპები ყველანი ციხეში იქნებოდნენ დამწესებულები და ასე შემდეგ დიდი მადლობა კარგად გზანდებოდეთ ჩვენ შეხვდებით ერთმანეთს ხვალ ნახვამდის მადლობა ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. თამბაქოს მოხმარება იწვევს ხორხის